ჩინელი ბიზნესმენები ჩაწუხებული ილონ მასკი, უხერხულ დიპლომატიურ ვითარებაში აღმოჩენილი მარკო რუბიო და პრეზიდენტების გასეირნება 300 წლოვანი ხეების ბაღში. ეს ის სამი ძირითადი ამბავია, რაც მედიამ ტრამპის ჩინური ვიზიტისას აიტაცა და ალბათ ყველა თქვენგანმაც იხილა, თუმცა ეს მართლაც საინტერესო სამიტი უფრო მეტი იყო, ვიდრე უხერხული და ზოგჯერ საკმაოდ გონივრული დიპლომატიური ნაბიჯები. მოკლედ, როგორ ჩაიარა ტრამპის ვიზიტმა ჩინეთში, ამაზე სასაუბროდ ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვერთდება ერეკლე საღამომშვიდობის. Პეკა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. ბოლო 2 დღის განმავლობაში პეკინი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ტყუილად ნამდვილად არ მოხვედრილა. გარდა საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებისა, ბევრი სახალისო და საინტერესო მომენტიც ვიხილეთ და როცა საინტერესოზე ვსაუბრობთ, არაფერი დიპლომატიური თვალსაზრისით თან ისეთი უხერხული და თან ისეთი მრავლის მთქმელი არ ყოფილა, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსთვის გვარის შეცვლა. დიახ, არ მოგესმათ, წლების წინ მარკო რუბიოს ჰონკონგის პროტესტებთან დაკავშირებით გაჟღერებული კრიტიკული განცხადებების გამო ჩინეთმა ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა და სიაში შემდეგი სახელგვარით შეიყვანა მარკ რუბიო. თუმცა, გავიდა წლები, სენატორი რუბიო, სახელმწიფო მდივანი რუბიო გახდა და ჩინეთი არჩევანის წინაშე დადგა. ან სახელმწიფო ვიზიტი ჩაეშალა, ან რუბიოს გვარი გადაეკეთებინა. მათ სწორედ ეს ბოლო აირჩიეს, რუბიოს გვარი ჟღერადობის თვალსაზრისით შეცვალეს და ერთი ხელის მოსმით ერთი ადამიანი ორად გაყვეს. ხოდა ახლა სენატორი მარკ რუბიო სანქცირებულია, სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო კი პეკინში ლეგალურად იმყოფებოდა. ამ ერთი ნაბიჯით პეკინს ნამდვილად მოუწია დიპლომატიური უკანდახევა, თუმცა საფასუხო დიპლომატიური მასტერკლასი ნამდვილად ჩაუტარა სი ძინპინმა ტრამპს. აშშ-ის 250 წლის იუბილეზე წელს და დღეს ჩინეთის ლიდერმა ამერიკელი კოლეგა არც მეტი არც ნაკლები 300 წლოვანი ხეების ბაღში მიიწვია. 250 წლის იუბილეზე 300 წლოვანი ხეების ბაღში. რა უთხრა ამით მან ტრამპს, ამას მეტი ახსნა აღარ სჭირდება. ცხადია, ეს სამიტი მხოლოდ დიპლომატიურად ჟესტებისთვის არ შემდგარა. მსოფლიოს ორი ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერმა პირდაპირ და პირისპირ თითქმის ყველა ძირითადი გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხი განიხილეს. ეჯგარეშეა, რომ მათ შორის ყველაზე მთავარი ტაივანის თემა იყო და ამანვე მიიქცია ყველაზე დიდი ყურადღება, რადგან ალ-ჯაზირას ინფორმაციით სი ძინპინმა ტრამპი პირდაპირ გააფრთხილა. ან ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას პატივსცემთ, მშვიდობიანად და თქვენით მორჩებით ტაივანთან თანამშრომლობას და მოუხსნით მათ სამხედრო დახმარების გარანტიებს, ან ვაშინგტონსა და პეკინს შორის კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. საყურადღებოა, რომ ამ ხრივ ტრამპმა სის ღიად მხოლოდ ერთი რამ უთხრა. დავიცავთ თუ არა ტაივანს, ახლა ამაზე ვერაფერს გეტყვით. მოკლედ რომ განმარტოთ, არც მწვადი დაწვა და არც ჩამფური. სხვათა შორის, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გასაყოფი ორ სახელმწიფოს მეტწილად მხოლოდ ამ ხრივ ჰქონდა. როცა საუბარი ირანზე ჩამოვარდა, ტრამპმა და სიმ შეხმატკბილებული პოზიციები დააფიქსირეს. ორივე შეთანხმდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას და მასზე კონტროლის უფლება თეირანს არ უნდა მიეცეს. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ამ ხრივ ერთმანეთს ხელს შეუწყობენ. უბრალოდ რა მასშტაბზეა საუბარი არ დაკონკრეტებულა. სამაგიეროდ Fox News-თან ჩართვაში ტრამპმა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საეტაპო განცხადება გააჟღერა, განცხადება, რომ ჩინეთი ამერიკული ნავთობის შესყიდვას დაიწყებს. დიახ, რუსულ თუ ახლო აღმოსავლურ ნავთობზე დამოკიდებული ჩინეთი ამერიკულ ნავთობს შეისყიდის. ცხადია, ჯერ მოცულობა ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით, რომ სანაცვლოდ ტრამპმა ჩინეთს შეიძლება ირანული ნავთობის შესყიდვის უფლება აღუდგინოს. ეს მართლაც საინტერესო სიახლეა, რომელიც რამდენად იმუშავებს, დრომ უნდა გვიჩვენოს. წესით, ახლა ბევრს უნდა ვსაუბრობდეთ სატარიფო პოლიტიკის ცვლილებებზე, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ხრივ ქვეყნებმა კონკრეტული ვერაფერი შეათანხმეს. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ჩინეთი მეტ ამერიკულ მარცვლეულს, მათ შორის სოიოს შეისყიდით. დანარჩენი კი იმ საინვესტიციო თუ სავაჭრო საბჭოებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელთა დაფუძნებაც მხოლოდ იდეის დონეზე გააჟღერა შეხვედრისაც სკოტ ბესენტმა, ამერიკის მთავარმა ხაზინადარმა, ანუ ფინანსთა მინისტრმა. შედარებით ხელდამშვენებულები, სიტყვის დონეზე მაინც, ბრუნდებიან სამშობლოში ჩინეთიდან ამერიკელი ბიზნესმენები. მაგალითად, ბოინგის ხელმძღვანელმა ჩინეთი მრავალწლიანი ბლოკის მოხსნაზე დაითანხმა და მომდევნო წლებში სახელმწიფო კომპანიები მის
200 ერთეულ მსხვილ სამგზავრო ხომალდებს შეიძენენ. წესით გახარებული უნდა იყოს ჯენსენ ჰუანგიც, NVIDIA-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორიც, რომელსაც შტატებმა საბოლოოდ მისცა უფლება თავისუფლად მიჰყიდოს ჩინურ 10 უმსხვილეს გიგანტს H200-ის ჩიპები. მოლოდინის რეჟიმშია ვიზას დირექტორი რაიან მაკინერნციც, რომლის კომპანიაც 2015 წლიდან ცდილობს ჩინეთის საგადახდო ბაზარზე შესვლას. სი ძინპინს სხვათა შორის ვიზას ბარათებისთვის ლიცენზიის დაშვება პირადად ტრამპმა სთხოვა. აი რაც შეეხება ილონ მასკს, რომელსაც წესით თავისი კომპანიისთვის სასარგებლო გარიგებები უნდა წამოიღო, მხოლოდ ჩინელ ბიზნესმენებთან სამახსოვრო სელფები შერჩა. სხვა რა შერჩა, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. ასე და ამგვარად მართლაც საინტერესო სამიტი გამოვიდა, დახუნწული დიპლომატიური ჟესტებით, სახალისო მომენტებითა და სერიოზული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებით. წელს ეს ორი ლიდერი ერთმანეთს წესით კიდევ 3ჯერ სექტემბერში საპასუხო სახელმწიფო ვიზიტზე შეერთებულ შტატებში, ნოემბერში აპეკის შენჯენის სამიტზე, დეკემბერში კი ფლორიდაში დიდი ოცეულის შეკრებაზე შეხვდებიან.